რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩებზე გზის საფარი განხლდება და სამფენიანი ასფალტი დაიგება. გაკეთდება ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მოიწყობა მწვანე სივრცეები და სარწყავის სისტემა. დამონტაჟდება გარეგანათების ახალი ქსელი, ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მოსაცდელი. პროექტის ღირებულება ჯამში 5.834.429 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. იყო საკითხი, რომ ამ ქუჩაზე რაც შეიძლება სწრაფად დაგვეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს საფეხმავლო ნაწილის მოწყობას, განათების სისტემის დამატებას, ასევე მიწის ქვეშ ყველა იმ კომუნიკაციის გამოცვლას, რომელიც სწორედ მოსახლეობას უქმნიდა პრობლემებს, ასევე მუშაობთ GVP-სთან ერთად და ვცდილობთ, რომ ვადებში და ხარისხიანად დავასრულოთ პროექტი. პროექტის პარკლებში მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, გარეგანათების ქსელი, ასევე მოხდება შიშრომო პირებზე ადაპტირებული შუქნიშნების მონტაჟი. პროექტის პარკლებში განახდება სარწყავის სისტემა. გამოიცვლება განათებები, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები და ერთ ლამაზ უბანს მივიღეთ კიდევ ჩვენს ქალაქში.